როცა მოედანი არ გმარა, ომი კომენტარებში გრძელდება. სამყაროში, სადაც თასები ქრება, მაგრამ სკრინშოტები რჩება. ორი გუნდი, ორი გულშემატკივარი და ერთი დიდი მიზანი. ვინ გაიმარჯვებს კომენტარებში? ის არ გედავება, გასწავლის. ის შეიძლება დამარცხდეს ელ კლასიკოში, მაგრამ ვიკიპედიაში მუდამ გამარჯვებული. ინტერნეტში მას დათო ფრიდონიშვილის გამანადგურებელს ეძახიან. მან მძიმე დღეები გამოიარა. მაგრამ დღესაც ისე იცავს ჩავის, თითქოს ბიძა მისი იყოს. ის არ გბლოკავს, გპასუხობს კონკრეტული თამაშების ანგარიშებით. ელ კლასიკო აღარ არის უბრალოდ თამაში. ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის სოციალურ მედიაში. სკრინშოტები იფრენენ, მეგობრები იჩხუბებენ. 6-2, 15 ლიგა. 5-0. 15 ლიგა, 4-0. და ბოლოს ერთი მათგანი დაწერს. მოვიგეთ! თითქოს თვითონ ითამაშა. ელ კლასიკო. დღეს საღამოს ყველა პოსტის კომენტარებში. 11 მაისს მონჟუბზე გამწარებული რეალი ახლახანს გამწარებულ ბარსელონას შეხვდება. ბარსას ტრებლის შანსი აღარ აქვს, თუმცა თუ გაიმარჯვებს, დუბლი ფაქტობრივად გარანტირებული აქვს. ხოლო რეალს ამ გამარჯვებით ერთბლის შანსი ექნება. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო კარლო ანჩელოტის. რაც ამ კაცმა რეალისტვის გააკეთა, მართლაც დასაფასებელია. ეს მისი ბოლო ელ კლასიკოა. დადასტურდა, რომ სეზონის ბოლოს ის სამეფო კლუბს დატოვებს და ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს, სადაც ვინისიუსი, როდრიგო, მილიტაო და ენდრიკი ეყოლებიან. შეიძლება ითქვას, მამაშვილი ანჩელოტი ბრაზილიაში იგივე პროგრამით მიდიან. ელ კლასიკოს წინ ორი ამბავი მაქვს ბარსას და რეალის ფანებისთვის, ცუდი და კარგი. რეალის ფანებისთვის ცუდი ის არის, რომ ლა ლიგა თუ ვერ მოიგეს ამ სეზონში უტიტულოდ რჩებიან, ხოლო კარგი ის არის, რომ მუზეუმში მაინც აღარ იყო ადგილი. რაც ეხება ბარსას ფანებს, ცუდი ის არის, რომ ტრებლისთვის იბრძოდნენ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგიდან ინტერმა გამოაგდო, ხოლო კარგი ის არის, რომ თორნიკე შენგელია გადავიდა ბარსელონაში. შოფერ ჰოფერთან ერთად გაგაცნობთ გუნდების სტატისტიკას. ბოლო 10 ელ კლასიკოდან 5 ბარსა მოიგო, 4 რეალმა, 1 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ბარსა თამაშის საშუალოდ 6-ჯერ ურტყავს კარში. რეალი კი 2-ჯერ ხვდება თამაშგარეში. ბარსა თამაშის საშუალოდ 11-ჯერ ჯარიმდება, რეალი კი 5-5-ხურს აწვდის. ჩემი პროგნოზია ლამინე იამალის კარში დარტყმების მეტი. ლამინე როგორც უკვე ხშირად ვამბობთ ხოლმე, გუნდის ერთ-ერთი ლიდერია მიუხედავად ასაკისა და ამ თამაშში მასე ბევრი იქნება დამოკიდებული და თუ გავითვალისწინებთ რეალის პატარა საკადრო პრობლემებს დაცვაში, ვფიქრობ, რომ ლამინეს არაერთი შანსი მიეცემა კარში დასაწყობად. ჩემი პროგნოზია მადრიდის რეალი მოიგებს თამაშს. როგორც უკვე ვთქვი, სეზონის ბოლოს კარლო ანჩელოტი რეალს ტოვებს და ვფიქრობ, ბოლო ელ კლასიკოში ეს გენიალური ადამიანი ყველაფერს გააკეთებს, რომ თამაში მოიგოს. ბარსას კი ძალიან რთული თამაში ჰქონდა ინტერთან და ვფიქრობ, ფეხბურთელები გადაღლილები იქნებიან. თან მე როგორც ესპანური ფეხბურთის გულშემატკივარს ძალიან გამეხარდება თუ ლა ლიგის დარჩენილ 3 ტურში ინტრიგა შენარჩუნდება, ასე რომ რეალის მოგება.